მოკლედ ამ შაბათ-კვირას ვიყავით ბათუმში გასულები ექსკურსიით, ვინც არის ეს ექსკურსია არის ჩვენი მეგობრების ინიციატივა, ასე ვთქვათ, სადაც ვქირავთ მანქანას, სამეგობრო ვინც ამის ნაწილია ექსკურსიის. ჩავდივართ ქალაქებში, ხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, შემდეგ ამას ვწერთ YouTube-ისთვის და უფრო ფართო აუდიტორიას უზიარებთ იქაურ პრობლემებს და საჭიროებს და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა ვიყავით ბათუმში ჩასულები. პირველ დღეს შევერთით საპროტესტო მოძრაობას, რომლებიც ყოველ დღე იკრიბებიან ბათუმში ერასმოედანთან, მთავრობის კანცელარია და მანდ იკრიბებიან და პირველი დღე მანდ ვიყავით და მეორე დღეს უკვე ჩვენი შეხვედრა გავაკეთეთ ღიაცის ქვეშ და ჩავწერეთ ბათუმელ აქტივისტებთან, პროტესტის მონაწილეებთან ვიდეო. ხო და რის თქმა მინდა, ყველაზე მეტად თვალშესაცემი რაც პრობლემა მესახება და ვხედავ ბათუმში არის ის, რომ თითქმის ყველა რუსულად ლაპარაკობს რა. სულ რუსები არიან, წარმოიდგინეთ, ქართველები არიან უმცირესობაში, რომ გაივლი ყველგან ისმის რუსულად საუბარი და იშვიათად ქართულად გაიგონებთ ლაპარაკს. მაგაზე უარის კიდე რა არის, იცით, რესტორანშიც ვიყავით შესულები და ორი ადამიანი ზის ჩვენს წინ და რუსულად საუბრობენ და ეგენის გვეგონა რუსები, მაგრამ რაღაც შიგადაშიგ მე ერთ-ერთმა ქართულად დაიწყო ლაპარაკი, ვიღაცას გამოილაპარაკა, მე მეორემ და აღმოჩნდა რომ იყვნენ ქართველები ორივე და სულ საუბრობდნენ რუსულად. წარმოიდგინეთ, ილიას წერილები მახსენდება, რომ რუსულად საუბარი მოდური იყო და ქართულად იშვიათად ლაპარაკობდნენ როწერს ერთ-ერთ წერილში. დაახლოებით ეგ წარმომიდგა თვალწინა. წარმოიდგინეთ, ქართველები არიან, ერთმანეთში ლაპარაკობენ და საუბრობენ რუსულად რა. ეგ არის ხაჭაპურისტების რაღაცა საზოგადოება თაობა რო ლაპარაკობენ, ზუსტად ეგ იყო რა. რა ვიცი, ქართველია, მაგრამ გარუსებულია რა. მისთვის არის მშობლიური ენა არის რუსული რა. ეგეთი საზოგადოება არის რაღაცა საშინელება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მცირეა ეგეთი რაოდენობა ხ ბათუმში და ასე შემდეგ, მაგრამ არიან ეგეთი ადამიანებიც არიან და გული დამწყდა გაუბრაზდით ან და რა გამეკეთებინა არ ვიცოდი უბრალოდ. ქართველი ხარ, ქართული ენა გაქვს, დამწერლობა გაქვს და რუსულად ელაპარაკები მეგობარს, რუსულად საუბრობთ, რატო ხო? რა სამტკიცებ, ენის ცოდნა სამტკიცებ, მაგარ ბიჭობა სამტკიცებ, რა უნდა დავამტკიცო, მაგით რომ რუსულად საუბრობ ოკუპანტის ენაზე. ხო, სხვა ყველაფერს თავი დავანებოდი, ხა რუსებს და ოკუპანტებს რომ მომსახურება მიმდინარეობს და რაღაცა საუბარი და მობრძანდი და რაღაცები, ტვინში სისხლი ჩამექსაო დაახლოებით ეგეთი დავბრუნდი, მაგრამ მეორე მხარეს არიან ის ნათელი წერტილების ადამიანები, ვინც მუდმივად აპროტესტებენ ამ რუსულ რეჟიმს, ამ პოლიტიკას და არიან ჩვენ მხარეს და იბრძვიან და ეგ ადამიანები არიან, ვინც мотиваციას გვაძლევს და იმედს გვაძლევს იმის, რომ აუცილებლად მოვერევით ამ ამბავს და დარწმუნებული ვარ, ხაჭაპურისტებში არასდროს არ იქნება ეს мотиваცია, იმიტომ რომ მათთვის არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ჭამონ და დაიძინონ და ასე შემდეგ ეს რაღაცა ყოფითი აუცილებელი რაღაცები მოისტუმრონ. და აქეთ მხარეს არიან ადამიანები, ვისთვისაც რაღაც ღირებულებები ფასობს და მაგ ადამიანების იმედი მაქვს პირველ რიგში. ხო, როდესაც საუბრობდით ადრე, რომ ერთი ამბავი იყო მიწების გასხვისებაზე, რომ საქართველოს უნდა იყოს მთელი საქართველო და არ გავასხვისოთ ასე შემდეგ. დღეს რო ნახევარი საქართველოს რუსებს აქვს ნაყიდი, მაგაზე რატო არ გამოდიხარ და მაგას რატო არ აპროტესტებთ? ყველაფერი რუსებს რო აქვს ნაყიდი რა. ბათუმში უძრავი ქონების სააგენტოებიდან დაწყებული და კორპუსებსაც აშენებენ ტიპები რა. ყველაფერი ნაყიდი აქვთ რა. ხმას რატო არ იღებთ მაგაზე რა? ხო არის თქვენი საქართველო. ლაპარაკობთ რომ ომი არ არის და მშვიდობა და რა ის ომია. მიდით რა ქვია, ბათუმში ნახავთ რომ ომზე უარესია სინასაც გაკეთებენ. ხმას რატო არ იღებთ ამაზე, ხო? რა ვიცი, სადავეები გვაქვს გაშვებული და ვერ ხვდებით რეალურად რა საითკენ მიმართოთ ეს ჩვენი ბრაზი და ბრაზი არის იქითკენ მისამართი, რომ შემოდიან ადამიანები უბრძოლველად უთმობთ მთელ საქართველოს და ეგ არის გასაპროტესტებელი და ამოიღეთ ხმა რა მაგაზე. კიდე ამის პარალელურად ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად და ამ რუსულ რეჟიმს ერთად უნდა ვებრძოდეთ და კონკრეტული ჯგუფის რა ქვია პარტიები გამოდიან ლაპარაკობენ ისევ თვითმმართველობაზე, საუბარი დავიწყოთ ამაზე, რაღაცა გავარჩიოთ თვითმმართველობის თემა, ღირს თუ არ ღირს და ასე შემდეგ. ოკეი, გაის რა ქვია. ყველაფერი მსჯელობის საგანია და უნდა დავამტკიცოთ კარგია თუ ცუდი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ მოდი რეალურად იცით რა არის ეს ამაზე ამდენი საუბარიც კი სისულელია, იმიტომ რომ ჩვენ რეალური რაც გვიდგას ახლა თავარი საკითხი არის ის, რომ მივაღწიოთ იმას, რომ რეჟიმი დაშლის, ოცნების დემონტაჟში უნდა მივიღოთ ახლა ჩვენ მონაწილეობა და ამას უნდა გეგმავდეთ 24/7-ზე რა. და როცა გამოდიან მთელი ეთერები ეთმობა თვითმმართველობის არჩევნებს, ან რა ის თვითმმართველობა, რა უნდა მართოთ თვითონ, მითხარით, ოცნების პირობებში ვინმეს გაქვთ ილუზია, რომ რაღაცას თვითონ მართავთ, შეუძლებელი იდიოტიზმია ეს, ხო? დარწმუნებული ეს თვითონაც გესმით, მაგრამ ამ საუბარში შესვლა და ამ მსჯელობაში შესვლა ეთერების ამ საკითხისთვის დათმობა, ტელევიზია, ყველა ამაზე როცა ლაპარაკობს, ნიშნავს, რომ ჩვენი ყურადღება გადატანილია სხვა რაღაცაზე და ის კიდე გვითხრის, რა ქვია, ძირს ივანიშვილი, ვიღაც ათავისუფლებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ტიპი დააჯილოს ღირსების ორდენი და მე სამსახურებიდან გაუშვეს ეს რავი რა მოყვება აპრიორი ამას ხო ანუ რავი თუ ღირსების ორდენით აჯილდოება ადამიანებს ის პირიქით აფასებული უნდა ყავდეს და რავი ხელის გულზე უნდა ატაროთ და ცივინიავი არ მოაკლო ხარებას მაგრამ როცა სამსახურიდან ათავისუფლება რაშია საქმე და ზუსტად იმაშია საქმე რომ ცდილობენ აი ქართული ბინძური ოცნების გასუფთავებას გაკეთილშობილებას და ამ გაკეთილშობილებაში ხელს უწყობენ ის პარტიების რომლებიც ლაპარაკობენ რომ აი თვითმმართველობის არჩევნებში გვინდა მონაწილეობის მიღება მათ შორის ხაზარაძე ამ შემთხვევაში რავი მარჩეს ერთს ლაპარაკობდა რომ ამოდევ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის თამაში შეყოლა როდესაც რავი ჩვენი ბიჭები გამოსაყვანები არიან ციხიდან და ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ასე შემდეგ ამას ლაპარაკობს და სამი თვის მერე ლაპარაკობს რომ ეს ბრძოლა არის და ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლით უნდა შევიდეთ რა ის ბრძოლა რა ბრძოლა ეს არის რაღაც თავის მოტყუება და რაღაც გასულელება და ეხა იცით როგორი მდგომარეობაა ვინც ეხა პროტესტში არის მონაწილე ვინც აქტიური მონაწილეა და ყოველდღიური ხასიათი აქვს მიცემული ეს მისთვის არის მართლა ბრძოლა ანუ სიტყვებს თელი შინაარსის დატვირთვით ლაპარაკობ ანუ ეს არის მართლა ბრძოლა ვიღაცებს სახნახტებიან ვიღაცები რა ვიცი ყადაღებია და ხელფასები არ აქვთ ვიღაცებს რა ვიცი დღე-დღეზე შეიძლება დაიჭირონ ვიღაცები თელი საგიჟეთი ხდება აქეთ ამ მხარეს და ეს ხალხი რაღაც ისეთი თამაში და რა ვიცი როგორ გითხრათ გართობა არის ეს ერთგვარი და თავის მოჩვენება არის და ამაში არ შემოყვებიან ამიტომ ნუ დაისამარებთ თქვენ პოლიტიკურ კარიერას და ხალხის ხმას მოусმინეთ არა კოლევებს არამედ ხალხის ხმას მოусმინეთ და კიდევ ერთი რა რაღაც კოლევები ჩაუტარებიათ და იქ რა ვიღაცები საუბრობენ რომ თვითმმართველობის არჩევნებში უნდა ბევრს მონაწილეობის მიღება მოკლედ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა რაღაც კოლევებისთვის რომ დაეჯერებინათ უკრაინაში და ზელენსკის და იმ მებრძოლებს დღეს უკრაინა იქნებოდა დაცემული კი არა რუსეთს იქნებოდა გადავლილი მაგრამ უკრაინა იბრძვის იმიტომ რომ ჯერა გამარჯვების გესმის ხო და ჩვენ უნდა შევქმნათ ეგ რა ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ვიყოთ მებრძოლები, ხო? და ვინც იბრძვის იმ ადამიანს გვერდით უნდა დაუდგეთ. ანუ რის თქმა მინდა, ჩვენ უნდა შევქმნათ ამინდის პროგნოზი რა. რაღაცებს კი არ უნდა დაუჯეროთ ამ მოცემულობაში რა რეალობაა, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ რეალობა და ეს უნდა შევქმნას მებრძოლმა ხალხმა, ანუ ეს დაიჯერეთ. ანუ პოლიტიკოსებს ისიც რა პრობლემა გაქვთ? ანუ არ ენდობით ქართულ ხალხს რა. ანუ ეს ნდობა გაქვთ დაკარგული, ანუ უნდა ენდოთ გესმის? ანუ თქვენ ნდობას, როდესაც შექმნით ქართული ხალხის მიმართ, ხო? მე უკვე რაღაცა ძაფი გაჩნდება, ეს ძაფი არა გაქვთ. ამიტომ ენდეთ ქართული ხალხი არის მებრძოლი ხალხი, ვინც არ დაუთმოს თავისუფლებას ვიღაც რუსებს და ენდეთ და მათი დაკვეთით გააკეთეთ საქმეები და არა კოლევების მიხედვით რა. ეს ხო სისულელია, ტყუილად ნუხარჯავთ ამ რაღაც ძალიან ბევრ თანხას ამ აბსურდულ რაღაცებში რა. უბრალოდ ჩაიდეთ ტვინში, რომ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გავიმარჯვოთ და ამის შესაბამისად იმოქმედეთ. ის თანხები რასიც რაღაცეებში დევებთ, იმაში ჩადეთ, რომ უფრო გააძლიეროთ პროტესტი რა. გულისხმობ რას? გულისხმობ იმას, რომ ვიღაცებს აქვთ ყადაღები ჯარიმები და რავი ან გადაუხადეთ ან რაღაც გააკეთეთ რომ ეს ადამიანები უფრო ძლიერად იყვნენ რაღაც ზურგი რო ქონდეთ მაგისთვის რა. ნუ მოკლედ ასეთ ესეთი ამბები როდესაც ხდება მეორე მხარეს საპარლამენტო ცვლილებები შეაქვთ და რავი ალბათ Facebook-ზე რო ვიღაცამ გინება დაწეროს ან წყევლის მესიჯი რო გააჟღეროს შეიძლება მაგის გამოც დააჯარიმონ ან დაიჭირონ აი ხო ხდებით ესეთი რაღაცა წარმოუდგენელი იყო ცოტა ისინი ვერავინ ვერ იტყოდა რომ აი მსგავსი რაღაც მოხდება მაგრამ აი არ ხდება ჩვენ თვალწინ. ხო კი არაფერი არ არის ოცნების რეჟიმი რუსული რეჟიმი რომ ამბობენ აი მედიებს უკრძალავენ ამ რეჟიმის თქმას ან წარმოიდგინეთ როგორი აბსურდული რაღაცა რეჟიმის თქმას უგრძალავენ და სხვა რა არის ეს თუ არა რეჟიმი ხო მაშინ წმინდად შევედით ისეთ პოლიტიკურ რეალობაში სადაც აი შეგვიძლია თქვა რომ აი ავტორიტარიზმი გვაქვს გაფორმებული რა გააზრებულად ამას ჩვენ ხვდებით ვიღაცები ვერ ხვდებიან ჯერ კიდევ არა ეს ხო რავი სხვა რა უნდა მოხდეს რომ თქვა რომ აი ავტორიტარული რეჟიმია და მაგრამ იცით რას ვფიქრობ ანუ გინებას თუ აგზავნოთ Facebook-ზე წყევას თუ აგზავნოთ მაშინ თითო სამხარაძე სხვა საგზალი გვექნება. თუ ეგ სამხრივად მოქმედებს. თითო უნდა აგრძალოთ ძმაო. გინება არის ჩვენ რო ვიგინებით ეგ თორე თითო სამხარაძე რო იგინება ეგ ქართულ ოცნებას რაღაც სალიამურის ხმასავით ჩაესმის. ნუ მოკლედ რა ვიცი, სიგიჟე არ კი ხუმრობს და რაღაცას ვლაპარაკობ, მაგრამ ძალიან აი ესეთი რთული რეალობაა და რთულ რეალობას რაღაც პასუხი უნდა გავცეთ და უფრო მეტად უნდა გაუბრაზდეთ. რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება და ჩვენ ისევ რაღაც გაუბრაზდებით და ჩვენ სათქმელს ვიუტყვით. იქამდე კი რა ვიცი, იყვნენ მშვიდად ქართული ოცნების ლიდერები. დარწმუნებული ისევ გაუბრაზდება ქართული ხალხი ძალიან მალე, რაღაც დროის საკითხი შეიძლება ის იმდენად მალე მოხდეს, რომ ვერც გავიაზროთ. ნუ ყველაფერი მოხდება ისე როგორც ჩვენ გვინდა, ნუ შეუძლებელი სხვანაირად დასრულდეს რა. აი ხო ხედავთ რა გადათამაშებები მინდის, აგერ ხარება გაუშვეს სამსახურიდან და მოგვანატრებს ალბათ თავს ხარება და ნუ მოკლედ არ ვიცი რატო წავიდა ეს ადამიანი, ხო ამბობდა რომ აბა პიდარასტებს ჩაგაბაროთ ქვეყანა, ესეთი მესიჯით რო გამოდის რატო წავიდა რა, ხო ბოლომდე მიიყვანა თავისი ვალი, თავისი
საქმე ამ ადამიანს, მაგრამ ხარებას მინდა გითხრა ერთი ჩვეულებრივი პაიკია, გადაათამაშე, გადმოათამაშე და რა ვიცი. ხარება სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც გიპოვით და რისი ღირსიც ხართ, მაგას გაგიკეთებთ აუცილებლად. მინდა გითხრა. პარალელურად მინდა კიდევ თქვა, კანონებზე ზოგი ლაპარაკობს, ხა კომენტარებში რომ შემოჯლიგინდებიან ხოლმე რაღაცა კოცების ტროლები და გაგიჟებული კოცები ლაპარაკობენ, რომ აი კანონი არის, ეს კანონს არ ემორჩილები და მეგობრებო, კანონი არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ყველა კანონი უნდა შესრულდეს რა. რა ვიცი, აი გერმანიის დროს, ჰიტლერის დროსაც იყო კანონები და კანონით იყო ეს გათვალისწინებული, რომ ადამიანები გამოიმწყვდიან და ამოეხუცათ, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მსგავსი კანონები უნდა შეასრულონ. ეს არის რაციონალურობის ფარგლებში. ანუ კანონი რა არის? კანონია, როდესაც შენ სამართლიანობის დაცვისთვის და სანასწორობისთვის რაღაცას იცავ, ხო? მაგრამ ეს თუ ნიშნავს იმას, რომ შენ ვიღაცა ამ კანონს იყენებს, იმიტომ რომ შენი დამორჩილების იარაღი იყოს, ხო? მაგრამ კანონი თუ არის შენი დამორჩილების იარაღი ავტორიტარიზმში, ხო? აი იმისთვის რომ შენ გაგაჩუმონ. ეს კანონი ხო უნდა შეასრულო, პირიქით უნდა მოაშორო ეს კანონი რა და მაგის წინააღმდეგ უნდა იბრძოლო. ანუ რის თქმა უნდა აპრიორი კანონი არ ნიშნავს, რომ აპრიორი უნდა შევასრულოთ ეგ რა. რაციონალურობის ფარგლებში უნდა მოვიქცეთ. ასევე, თუ კანონი არის, რომელიც ჩემს ზნეობრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მე ხო მაგას არ შევასრულებ არასდროს, ხო? ანუ მე თუ კანონი მეუბნება, რომ შენ უნდა გაგაჩუმო და სახში უნდა ჩაკეტო და ხმა არ უნდა ამოგაღებინო, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მართლა ხმას არ ამოვიღებ და ჩუმად ვიქნები მთელი ცხოვრება. არა, არავითარ შემთხვევაში რა. აპრიორი პირველ რიგში არის ჩემი ეს რა, რომ მე თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ და ნებისმიერი რამ, რომელიც ამას შეზღუდავს, მე მის წინააღმდეგ ვიბრძოლებ და რეალურად ამ კანონის წინააღმდეგაც ვიბრძოლებ. ამიტომ ამის თქმა ერთია და მეორე მინდა მიმართო იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ან სისტემაში მუშაობენ, ახლა ზოგი პოლიციელია, ზოგი დაცვის ის არის. იმ დღეს 26 მაისს პირველი რესპუბლიკის ის ქონდა გადმოფენილი ბანერი და მოდის დაცვის პოლიციელი და მე გვეუბნება, რომ აი ეს კანონით არ შეიძლება ამის ჩამოკიდება. ბიჭო, მეთქი რა ვიცი, წმინდა გიორგი ხატია იმ ბანერზე და პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი წერია და რავი, აი რა კანონმა უნდა გითხრას, რომ ეს რავი არ ჩამოკიდოთ ან ხელი არ მოაწეროთ მაგას, ხო? აი ვის რატო უნდა დაურეკო უფროს და რატო უნდა კითხო ეს რა? ისეთი ეროვნული რაღაცაა, რომ პირიქით მადლობას უნდა უხდიდე ადამიანებს, რომ ეს გამოაქვს და ხასაც აცნობს ამას და ასე შემდეგ, ხო? ანუ კანონი არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ აი მოდი უნდა დავემორჩილო, ანუ კანონი თუ მოდი წინააღმდეგობასთან, შენც რაღაც ეროვნულობასთან, შენს სიმართლესთან, ის კანონი არ არის შესასრულებელი, ხო? და კიდევ აი აუცილებლად უნდა ვიყოთ პრინციპულები რა. გავიმარჯვებთ მხოლოდ პრინციპულობით, ანუ რის თქმა მინდა. ჩვენ ყოველთვის უნდა გჯეროდეს გამარჯვების, უნდა ვიცოდეთ რომ საბოლოოდ აუცილებლად მივიყვათ ამ ბრძოლას ბოლომდე. მიუხედავად იმისა, ახლა ჩანს თუ არა ამის კონტურები, აუცილებლად გავიმარჯვებთ. გამარჯვება იწყება პირველ რიგში დაჯერებით, რწმენით იწყება გამარჯვება. ეს უნდა გქონდეს გაცნობიერებული. ნუ ვეძებთ რაღაცა სხვადასხვა მიზეზებს, რომ როგორმე დავნებდეთ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მიზეზები უნდა ვეძებოთ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვების რწმენა გავიძლიეროთ რა. და შეუძლებელია, ანუ როგორ გითხრათ, შეუძლებელია დავმარცხდეთ, ანუ რეჟიმი არის რა, რეჟიმები ყოველთვის მარცხდებიან, დამარცხდებიან ახლაც რა. ეს არის, რავი, ChatGPT-ს კითხეთ თუ გინდათ, ვისაც გინდა იმას კითხეთ, მარცხდებიან თუ არა რეჟიმები და ყოველთვის გეტყვის ChatGPT, რომ რეჟიმები მარცხდებიან, ჩემი თუ არ გჯერათ. და კიდევ, აი, ძალიან გთხოვ, ისევ და ისევ, ნახედავ, რომ ბევრი უკვე იწყებთ საუბარს და ელაპარაკებით თქვენს აუდიტორიას, მაგრამ უფრო მეტი თუ დაველაპარაკებით, ხალხს ამ პროპაგანდასაც დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ, რასაც რუსები აკეთებენ საქართველოში. ძალიან რთულია პროპაგანდას ბრძოლა და ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ილაპარაკეთ აუდიტორიასთან, თქვენს მეგობრებთან ილაპარაკეთ, აი ტელეფონში ილაპარაკეთ, ყველგან ილაპარაკეთ და გააგებინეთ სიმართლე ადამიანებს.